დილა მშვიდობისა მეგობრებო, როგორ ახართ? არ არის ძალიან დილა 10 საათი. ადრე მინდოდა ვიდეო ჩაწერა უფრო, მაგრამ ეხლა ჩაწყნარდა ხმა. ჩართული აქვენაკით გვერდზე მუშაობენ. რა ვიცი ბოჟი დრელე თუ რა ქვია. ისეთი ხმები იყო, რომ აზრი არ ქონდა, ვერაფერს ვერ გაგაგონებდით და ამიტომ სხვა საქმეები გავაკეთე. ხო, 11 საათი წუთი ყოფილა. მაუროთ დავალაგო ჭურჭელი მაინც თან ერთად და სხვა საქმეებიც გავაკეთო. გიგას გამოუცხო უნდა დღეს ხაჭაპური შეჭამს, გონი შეჭამს, კამპოტიც მაგ ჩაცივებული. კამპოტები, შარშანდელებიც მაგ და აგენი გავლიო მინდა, რომ ახლებს ვაკეთებ, შევამატო. ხო, ახლებს ვაკეთებ და ის შევინახო. ხოდაც შარშანდელები გავლიო დავამთავრო, რომ რაც მინდა 2 წლისები. ხო, დიდ ოჯახს ბევრი უნდა, მაგრამ იმდენი აღარ ვართ და მე რასაც გავაკეთებ, საკმარისი იქნება. შარშანი მქონდა 50 ბანკა და აი ვერ დავიდეთ. შიგაში ხო მაინც უნდათ და კიდულობენ წვენს. ეხლა ხო ზაფხულია უკვე სახლში ისეც დასალევად ვაკეთებ კამპოტებს და ხო რა ვიცი ყოფნის რა, რომ არ ვართ ბევრი. ეხლა ხომი გამოუხედა, ჯერ ვიფიქრე, რომ აჭარული ხომ არ გამოუცხო მეთქი, მაგრამ არ ჭამს დილიანად ცხიმიანებს და არ შეჭამს ის კარაქის ერთად და კარაქის გარეშე ჩვეულებრივი ხაჭაპურია, რა არის? კვერცხის და კარაქის გარეშე და ხოდა მაგიტომ ისე ვთქვი, რომ გამოვაცხობ ხაჭაპურს მეთქი. ცომი გამოვიღე და თან ბოლო ცომია ეს. ისევ გასაკეთებელი მექნება. ხო, გუშინდელი ნამცხვარი მითხარით რამდენმა და დამავიწყდა, რომ დაჭრიზეც გადამეღო და ეხლა შეიჭამა. ერთი სიანაჭერი დარჩენილი, რომ კუსოკად რაღაცა იმას ვერ გაჩვენებთ, ეხლა და ვერ დავდე. თითქმის ნაჭამივით არის, მასაც ვეღარ გაჩვენებთ და სხვა დროს კიდე გავაკეთებ და მერე გაჩვენებთ. ხო, მეგობრებო, თუ თქვენ მე რა იცით, ხელი მაქვს ყველაფერზე შეჩვეული და დოზებად ყველაფერს ამას წინათაც ვთქვი. რაღაცას ვამბობ დოზებად, ყველაფერს არა და ეხა მაწონს დოზად ვერ აგიხსნით და კიდე თქვენ თუ უკეთესად ანუ რის თქმა მინდა თუ გაკეთებას აპირებთ და გეშინიათ, რომ ვაი თუ არ გამევიდეს, თქვენ მაშინ კვერცხი, მაწონი და სოდა ცალკე ათქვიფეთ და შეურიეთ იმასაში. ამით უფრო დაზღვეული იქნებით და მე რომ ხელი მაგ გაჩვევი აღარ ვფიქრდები მაგენს და პირდაპირ ისე გამოცხობილი გაჩვენეთ. და მე ის აღარ მიჩვენებია და შეიძლება რამეში ეჭვი შეგეპაროთ, მაგრამ არა. ისე გააკეთეთ.
ცალკე ათქვიფეთ, შეურიეთ იმაში და უფრო დაზღვეულად იქნებით. ძალიან გემრიელი გამოდის სხვათა შორის. ჭამეს გუშინ უზომოდ. ძლივს არ ჩაწყმარდა. წუხევიქით ჩასხმა ქონდათ თუ რა არ ვიცი რა საკეთებდნენ. მთელი ღამე იყო მუშაობა. ახლა აქ დილას იყო ისე დრელებოში, რა ვიცი, ყველაფერი ჩართული იყო მგონი. ისეთი ხმაური იყო, შანსი არ იყო. ეხლა გაჩუმდნენ და მოვასწრა რამე. თორემ მე ისე იქნება. ამასაც დავარბენიები კიდაკით, იმიტომ რომ თან მინდა საქმე გავაკეთო და თან საჭმელის საყიდი მაქვს პატარა ემალის კასრულები. ძალიან მინდა, მაგრამ ერთი როდის მოვახერხებ მაგას არ ვიცი, 1, 2, 3 ცალი მაინც. კონტეინერები მაქვს ემალის, მაგრამ კასრულები მინდა. იმიტომ რომ დარჩება საჭმელი მაგალითად მაცივარში შევალაგო კოხტად და ლამაზად. კონტეინერებით რატომ მეზარება, იცი? ის რომ არა აქვს სახელურები და ისეთი მრგვალი კონტეინერებია, მაგით მეზარება გამოღება და შედგმა და მაგისთვის მინდა. ეხლა რა მაგაზე გამახსენდა რომ უკვე იგია. საჭმელები მაცივარში მაქვს შესალაგებელი ზოგიერთი წუხერაც ჭამეს და დარჩა. ანადუღარი წუხელა აღარ შემიდგმია ცხელი და დღეს შევალაგო ისე. აი ცომის გავხობა დაიწყო უკვე და ჯერ ცოტა ადრეა. გიგა ალბათ 12-მდე მაინც არ გაიღვიძებს. სადღაც 11-ზე დავიწყებ გამოცხობას. მანამდე შეგვიძლია დავბჯდეთ და დავილაპარაკოთ. მოდი კოფეს ადრეა, მაგრამ კოფეს გავადუღებ. აუცილებლად გავადუღებ, იმიტომ რომ თან თქვენს ერთად მინდა დავლიო, რომ მარტო დაალევ არ მინდა. კი, ჯერ წამალი ახლა დავლიე და არ უნდა დავლიო წესით, მაგრამ ყავა, მაგრამ მინდა, ძალიან მინდა რაღაცა. სავარაუდოდ მაქვს D ვიტამინი დაბალი. ყოველ 6 თვეში სვამ მაღალ დოზას. ეხლა ცუდად გამოდის რაღაც. ყოველ 6 თვეში სვამ მაღალ დოზას და ეხლა რადგან მისასვლელი ვარ, ჩემით არ დავლებ და მე რომ ჩავაბარებ ანალიზებს, ვეჭველი მატებს კი არა. უეჭველი დამინიშნავს. ხოდა რატო ვამბობ ახლა ამას? ყოველდღე ისე ვარ, რომ უნაროდ ვარ რაღაც, ისე ვიღვიძებ, ისე მიდის თელი დღე, რომ ყველაფერი მტკივა და რაღაც ძალამი არ მაქვს და მაგიტომ ფიქრობ, რომ D ვიტამინი დაბალი მაქვს. ზეზეც გავდივარ და თქვათ ზამთარში როცა ამბობენ რომ ზისხილი არ განათებს უფრო იქნებსო, მაგრამ როცა უკვე გააქვს რაღაც პრობლემები, D ვიტამინი დღეს ყველას დაბალი აქვს თითქმის და პრობლემები როცა გააქვს მით უმეტეს დაბალი აქვს. ზეზე გავდივარ, მაგრამ მაგი ვერაფერს ვერ მიშველის. არა, ცუდი არ არის, მაგრამ
ჩემ პრობლემას ვერ მოხსნის. ხო და ეხლა რომ მივავთვის ბოლოს იქნება მაგან გამომაფხიზნოს, თორემ დავიღალე რითიცი ამ ყოველდღე იმით, რა ქვია. ეხლა ყავას დავღებ და გამომფხიზნები მგონია, მაგრამ არა, არ მშვენის. მოთიშვილი ვერ ვიძებ. ხომ გუშინ ვთქვი, გამოძინებული ვარ და კარგად ვარ მეთქი. ხო, შუა დღის მერე უკვე ცოტა ისე ვიყავ. ეხლა დილას გამიღვიძე და კიდე ისევ. ხო და ახლა სულ ამაზეც რომ ვილაპარაკო, მოგაბეზრებთ თავს თქვენს და არაუშავს გამინიშნავენ დ-ვიტამინსაც და უკეთესად ვიქნები. ცუდად არ ვარ უბრალოდ უენერგიოთ ვარ. გესმით ხმა? ახლა იქით გადავინენ ცოტა ეტყობათ. პირდაპირ ასე იყო ჩემ კედელთან. მუშაობენ ახლა რას ვიზამთ. უბრალოდ მე ძალიან მეშლება ხელი თორე. აბა იქ საქმე უნდა გაგეთდეს. ყავა და გადავალექით. რა მნიშვნელობა საწავ? მთელ კედელზეა, მთელ ჩემ კედელზეა ეს კორპუსი. რა მნიშვნელობა საწავ? ყველგან იგივე ხმა. უბრალოდ ცოტას იქით გავალ მაინც და მომშორდებული. დღესაც სიცხეა მაგარი. გუშინ ხომ თქვი რომ მაგარი სიცხე ჩანს და ასე იქნება მეთქი. იყო ბოლომდე ისე იყო, ისე დაღამდა, მაგრამ ცდილობ. დღესაც მასეთია. ხო და ალბათ ეს კვირა სულ მასე იქნება. მოცვი მიყვარს ძალიან და წუხებ ჭამეთ. ეხა კამერასთან ჭამა ნამდვილად არ მომწონს. დავინახე და მაინც თვალი გამეკცა. ყავის დალევა ხუდა, ჭამა და ეს ჭამის ხმაური არ მომწონს. ვისაც როგორ უნდა ისე აკეთოს, მაგრამ ჩემი პრობლემა არ არის, უბრალოდ მე არ მომწონს. კერა ჭამის დროს რომ გვედით ვინც მიზის და ხმაურიანი ჭამა ვინც იცის ხომ იმასაც ვერ ვუძებ. მაშინ მინდა ავდგე და სხვა მე ვჭამ. აი ნახეთ თანდათან რამდენი ჩემი წიკები გამოვამჟღავნე. არ მომწონს ახლა რა ვქნა. ხო და არც არავის არ ვერჩი. მე ჩქარა შევჭამ და ავდგები და სხვას არ ვაგზნობინებ და ეხლა კამერის წინ ჭამო და ჩემი ხმაური და რაც არ არის ჩემში არ არის. არავის არ ვერჩი მე ვისაც როგორ უნდა ისე აკეთოს. მაგაგებით არ ვამ. ხაჭაპურს გამოვუწყობ ახლა. შუადღის საჭმელი რაღაცები არის და შუადღეზე არაფერს არ გავაკეთებ და საღამოს კიდე ნახოთ არ ვიცი. ნახოთ თუ რამე დამრჩა გასაკეთებელი თქვენთან ერთად გავაკეთებ. გუშინ მარწყვი რომ მოიტანა ამირანმა ხომ ადრეც ვთქვი ვიდეოში, ეგენი არ ჭამენ მარწყვს ისე ცოცხლად ასე შეჭამო. ცოცხლად კი ახლა უბრალოდ ასე არ ჭამენ და შაქროს ჭამენ და ჩავჭყიდე გუშინ ლიტრიან ბანკაში გამოვიდა და ეხა ის მინდა გადავანაწილო დავშაქრო და მერე მასეც შეჭამენ უფრო. ისე არა, ისე გაფუჭებას დაიწყებს აგერ და არ შეჭამენ. და ეხა კიდე კამპოტი მქონდა და კამპოტად აღარ იმას ვიზამდი, რადგან ის უყვართ. ჩაცივებული ამირან შუადღეზე დააყოლებს საჭმელს. ჩემთან სხვადასხვანაირი ჭამა
ეხლა რასაც ვაკეთებ და გაჩვენებთ მაგალითად იმის გარდაც ვაკეთებ რაღაცებს ელემენტარულად ახლა ესე გამოდის შეიძლება ვიდეოში რომ მარტო იმას ვჭამთ და რაღაცა ყველაფერს ვჭამთ მოხარშული კვერცხია შემწვარი კვერცხია თქვათ ისე კარტოფილია შემწვარი ან რაღაცა ძეხვი დაჭერი და ასეც აღარ გაჩვენებთ რა მნიშვნელობა აქვს მაგას და არ გაჩვენებთ თორემ ყველაფერს ჭამთ მაგალითად თუ ნაჭამები არიან საღამოს მსუბუქად რაღაცა შეჭამე ხო ამირანს ახლა ზაფხულში იმდენად არა მაგრამ ამირანს საღამოს უყვარს ჩაი და კარაქი ეხლა მაგას ხომ ახარ გადავიხებთ და თან მე ხომ სახში დამზადებულ კარაქს ვყიდულობ და იმასთან თალებს ჩაის და მარტო იმით არ ვართ, ანუ იმის თქმა მინდა, მარტო იმ კერძებით არ ვართ, რასაც ხედავთ ჩემთან. და მარტო აჭარული კერძებითაც არ ვართ, ყველაფერს ვჭამთ, მაგალითად სალათების მხრივსაც. სალათების მხრივ როგორა? მე ვჭამ ყველანაირ სალათს. ამირანს არ უყვარს მანდა მაინც. ოლივიე უყვარს და ვინეგრეტი უყვარს. გიგას კიდე გიგას მანდა მაინც არა. დიდად არ ჭამს ეს სალათებს. ხო, არა. ხო და ამასაც ვაკეთებ შიგაში, მაგრამ ნაკლებს ძალიან ცოტას, იმიტომ რომ ერთ-ორ ჭამაზე რომ შეიჭამოს და ჩვეულებრივ კერძებსაც ვაკეთებთ და ვჭამთ, რასაც თქვათ სხვა ოჯახებშიც კეთდება. უბრალოდ მე ის მომაქვს თქვენამდე მე როგორ ვაკეთებ და რომელიც აჭარული კერძია. მე მიყვარს ქაში. ბრინჯიანი ქაში. და მიყვარს ყველა დღე რომ შევჭამო, შევჭამ. ახლა ამირანი არ ჭამს მაგალითად და მაგის გამო არ ვაკეთებ. ხო და ასეა, ვისაც რა უყვარს. ხო, ეხლა გიგა გაიღვეძებს და უთხოვებას დავიწყებ იქით. ხა უთხოვებაშიც თქვენ აღარ ჩაგრთავთ და არ ვიხმაურებ. რამე ინფორმაციას ჩავრთავ თან და მოუწყდეს საერთოდ ინფორმაციას, რაც YouTube-ის არხი გავხსენს, საერთოდ ტელევიზორი დიდად არც მიყვარს, მაგრამ ინფორმაციებს ვისმენდი ზოგჯერ. ეხლა საერთოდ აღარ მომისმენია YouTube-ზე რომ შევდივარ და რამეს ვნახულობ ეგა. იმიტომ რომ თუ დრო მაქვს ვიდეოს ვწერ და თუ დრო არ მაქვს საქმე მაქვს. ტელევიზორისთვის ნამდვილად არ მცადე. ისედაც არ მიყვარს რატომ იცით? ეხლა თუ ზივართ მოცლილი რამე ფილმს ვუყურებთ ერთად და რაღაც, მაშინ კი, მაგრამ დავჯდე ეხლა და ან სერიალებს ვუყურო და ტელევიზორში და კი არა. მე უფრო სერიალებს რომ ვუყურებდი, არ ვუყურებდი, მაგას არ ვუყურებდი ძილის წინ ტელეფონში, რაც ყველაზე ცუდია. ძილის დროს დაწოლის ტელეფონში ყურება, ეს ყველაზე ცუდია და თან აისახა ჩემზე, რომ უკვე ხედველობაზე ცოტა არა ისე კი არ ვარ ახლა. მაგრამ ვერ ვხედავ და რაღაცა, მაგრამ სათვალე უკვე მჭირდება. ყველაზე ცუდი რამეა ინტერნეტში მომყვა, ნახე, წავიკითხე და მაგრამ მაინც ვერ შევწყვიტე. ეხლა YouTube-ს ვუყურებ, ჩემ გოგოებს ვუყურებ, ჩემ არხს გადავხედავ. ხო და მაინც იგივეს ვაკეთებ, სერიალს თუ არ ვუყურებ, აგენს ვუყურებ და სულ ერთია. ეს ყავა ძალიან გემრიელი ყავა. არ ვიცი სახელი რა ქვია, არ ვიცი. დაფქულია და ისე ყიდიანდა. მაგის გამო ჩავდივარ იქ 15 წუთის გზა. ჩავდივარ იქ და ყიდულობ, რომ სხვა ყავას მანდა მაინც ვერ დავლე. ხო, იმის მადუღარასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა მე რომელიც მაგ ეს არ ავშავს, მაგრამ ძიმე რომ არის თუჯის, ის ადუღებს ძალიან კარგად.
ხოდა მაგის შეძენა მინდა მაგერთი ჩემს ზალს აქვს და რამდენჯერაც მასთან დავლია მართლა სხვანაირია ერთი და იგივე ყავას ვყიდულობთ ისიც ამ ყავის გარდა სხვას არ ყიდულობს და მასთან სხვანაირია ყავა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგასაც ცუდი არ არის ჩემიც მაგრამ ის უკეთესია და ყველაზე კაია კიდე სოფელში ფეჩზე მოდუღებული ყავა იქ წყალი სხვანაირია და ფეჩზეც გაკეთებული სულ სხვა სოფლის ყველაფერი სხვანაირია ეხლა თქვათ ახალ კარტოფილს ხომ წვავთ ამ შემიძლია გრილში შევწვა ღომელში შევწვა მაგრამ იქ სოფელში ფეჩის დუხოვკაში ფეჩის გვერდით რომ აქვს დუხოვკა რა ჩვენ ასე ვეძახით ან ნაცარში ჩაყრილი და შემწვარი რა გემრიელია სულ სხვანაირია ეს ისეთი გემრიელი ვერ იქნება იქ კიდე ნაკვერცხალზე შემწვარი სინინდი ჩვენ ვეძახით მაგას ჭყინტს სინინდს ვეძახით ჭყინტს რა გემრიელია შემწვარი ძალიან გემრიელია სახში ხომ ხარშავ ახლა მოვა მაგის სეზონი კაია გემრიელია მაგრამ ის უსხვანაირია ყველაფერი სოფლის გემოს საერთოდ სხვა ხილს ხომ ზიდავს ახლა ჩემი მეუღლე და ჩვენ სულ გვაქვს ხილი სავსე ყოველთვის გვაქვს მართლა და მე ხილი მენატრება როგორ ვთქვა სირცხვილი იქნება მაგრამ სოფელში რომ ხეს ხიდან ტოტს ჩამოიწევ და მოწყვიტა და შეჭამ ისეთი გემრიელია მე დავხტოდი ხიდან ხეზე ბალი კრეფტი გიდრით ვაგზავნიდი ქვევით და ნახე თემას მოყვება და რა არ გაგახსენდება ცელკიც ვიყავი მაგრამ სიცელკესთან ერთად რომელიც ვიყავი ტყილაც არ ვიყავი ისეთი მამაჩემი როგორ ვთქვა სოფელში ყველანაირი ხილი ქონდა რაც დაიწყებოდა ვთქვათ გაზაფხულიდან ისე დაზამთრდებოდა ზამთრის ბოლო ხილი იყო ხურმა და ხეჭეჭური აქ თავდებოდა სეზონი ხოდა მამაჩემი ყველა ხილი რადგან ქონდა და ახლა სოფლიდან ბაზარში ყველას რაღაც და მამაჩემს ძირითადად დაქონდა ხილი და ყოველთვის ვეხმარებოდი მე ხეზე დავყვებოდი ჩვეულებრივად კრეფტი და გიდრით ვაგზავნიდი ქვევით და დედაჩემი გამოცლიდა ხოლო ერთხელ ვაკრეფინებ ბალს ბევრი ქონდა ხეები და ერთ ხეზე მამაჩემია მეორე ხეზე მე და ჩემი რძალი ვართ ერთ ხეზე ვართ მე და ჩემი რძალი უფროსი რძალი და თან ვლაპარაკობთ მე და ჩემი ძალი რაღაცებს ხუმრობთ, ვიცინით, თან კრებთ, თან საქმეს ვაკეთებთ და თან ხუმრობთ და ქვევით არის მამაჩემი ახლა და ამოდის გვერდზე ხეზე და იქ არის კიდე ლობიოს მავთული გაბმული, ლობიოს აუშვებდეზე და ლობიოს ვკრებდით და ეხლა მიტომ ხსნი ვის ყველას ხომ არ აქვს სოფელი და ყველა მარიცის როგორა ამიტომ ხსნი ხო და მავთულზე ძაფებს ჩამოუშვებდნენ და იმაზე ადიოდა ლობიო და ისხამდა და ვკრებდი ხო და ხუმრობთ მე და ჩემი რძალი ახლა ვკრებთ და ამ გიდელს თან ვავსებ, თან ზევით მივა, ზევით უფრო კაი ასხია და ამ ლაპარაკში ეს უკვე თითქმის სავსე გიდელი მამაჩემიც ავიდა ხეზე და სავსე გიდელი დავკიდე ტოტზე. დავკიდე თურმე იმ ტოტზე, რომელზეც მე დგავარ.
და ეს გიდელიც ხომ სავსე იყო და მძიმე იყო, მეც თავისთავად მძიმე ვიყავი და მოტყდა ტოტი და წამოვედი გიდლიან ჩემიანად ძირს. დავეცი იმ მავთულს, იმიტომ ავხსენი. წელით დავეცი იმ მავთულს. და მამაჩემი ყველით ჩამოვარდა ხიდან თუ ჩამოვარდა თუ ჩამოვიდა ვერ გეტყვით, მე აღარ მახსოვს უკვე. და ეს რა მიმართავ და წამში ჩემთან გაჩნდა და რა დროში ჩამოვიდა არ ვიცი და მეტკინა წელი საშინლად მეტკინა წელი და ამომივარდა ხელი, მოტეხილი არ მქონდა, ამომივარდა. და ის იმ წუთში ავედი წამიყვანეს სახლში, განამაძალებდა მამაჩემი, მე მინდოდა და ვაკეთებდი, მიყვარდა ხიდან ხეზე დავხტოდი, ყველანაირ ხილზე ავდიოდი, ვჭამდი, სიამოვნებდა ის ხეზე რომ ჭამდი. ხო და ამიყვანეს ჩავწექი, ჩამაწვინეს ლოგინში და შენ სწორად უნდა იწვე, რამე დაზიანება, დედაჩემი ვაი ეს რა დაგვემართა და ეხლა წელზე რომ რამე ჭირდეს და ვაი და ცოტა ხანია გასული და უკვე წელმა ისე მაგრად ამტკივდა, რომ გაძლება აღარ მქონდა და დედაჩემმა იფიქრა, რომ იმ ცხელცხელზე ავედი ჩემით, მაგრამ მე უკვე всё ვეღარ გავეკარებ. და დედაჩემმა იფიქრა, რომ всё წელი აქ დაზიანებული და ახლა რა მეშველება და მამაჩემი ცალკე დარდობს, ყველა ჩემი ზალი, ყველა ეგენი ცალკე დარდობს და მე მტკივა არავისი თავი არ მაქვს, ჩემი დარდი მაქვს და იქ სოფლის ბოლოში ცხოვრობდა ერთი ქალი ექიმბაში, რომელიც ასე მოტეხილს დამოვარდნილ ხელს თაბაში ესადებდა, აკეთებდა, აწყობდა და ეგ ქალი ამოიყვანეს სასწრაფოდ. რომ ამოიყვანეს შემიმოწმა, რა ვიცი, წელზეო არაფერიო არ ჭირსო, დაჟეჟილია და გაულის მაგიო და არ აქვს ისეთი რამე, ანუ რამე გარეგნულად დაზიანებული არაფერი არ მქონდა. ეთქობა დაცემის შედეგად ძიმეთ რომ დავეცი, ჯერ მავთულს და მერე ძირში. ეთქობა რაღაც რა ვიცი დაჭიმულობა თუ დაჟეჟილიც არ იყო, დაჟეჟილი კი არ უთქვია უფრო სწორად. დაჟეჟილი მქონოდა ის ჩაქცევაც იქნებოდა ჟილი. ნუ რა ვიცი რაღაც იყო. და ეს გაივლის თავისთავად იწვეს ასე სწორად, არ იმოძრაოს და თავისთავად გაივლისო და ხელი გამიკეთეს თაბაშვილი და ჩამიწყო ხელი. რა ვიცი კი გამიკეთა გამაზად, მაგრამ ცოტა არა არც მეტყობა და არც არაფერი, მაგრამ რაღაც ხელს რომდეთ მე გძნობ თითქოს რომ არაა ისე რომ უნდა. მაგრამ საერთოდ არც მიშლის, არც მეტყობა გარეგნულად არაფერი. მე ვგრძნობ უბრალოდ ხელს რომ კიდევ მაშინ. და ეს ხელიც მორჩა. წელით გამიარა და თავბრუნდი ჩვეულებრივ ცხოვრებას, მაგრამ მამაჩემ ამ ხელაში შეჭამა, იმის მერე მითხრა ხეზე ასული არ დაგინახო, მაინც ავდიოდი. ვინ მოусუნა ლეღვი მიყვარს მე, ძალიან მიყვარს ლეღვი. და ის ხეზე რომ ჭამ ის ლეღვი მიყვარს. ახლა რომელ ხეზე ვარ მიამსლელი და მომკრეფელი, მაგრამ რატომ უყევი ის ხილი ხომ მიყვარს და ხომ სულ გვაქვს და ხომ სულ ჭამთ, მაგრამ იქ რომ ავალ სოფელში და ტოც ჩამოვიწევ და შევჭამ, ის სულ სხვა არის, სულ სხვა გემოაქვს. სოფლისაც ისეთ სხვა გემოაქვს, წყალსაც სხვა გემოაქვს, ჰაერსაც სხვა გემოაქვს, საჭმელს სხვა გემოაქვს. დედაჩემი ახლა მე აღარ ვიციო, რომ დედაჩემი ადრე პოვარი იყო და ქორწილებში დეგეში საჭმელს აკეთებდა და ეხლა დავბერდიო და აღარაფერი აღარ ვიციო, დედიო და მავიწყდება რაში რა უნდა ჩავაყარო და თუ რამე აკლიაო, თქვენ ჩაამატეთ, ან თქვენ გააკეთეთო გვეტყვის, მაგრამ ისა შვენიერ გემრიელად გამოსდეს საჭმელები და თან იქ სოფლის წყალით გაკეთებული საჭმელი 10 ჯერ უფრო გემრიელია, ვიდრე აქ რომ გადააკდეს საჭმელს, ისეთი არ გამოვა. მაგაზე გამახსენდა ის ჩემი, აი რამდენი რამე მოვუღები. ეს ხომ დავიწყე, ხიდან ჩამოვარდი, კინაღამ კისერი ხომ მოვიდეხე. ხოდა ცელქი ვიყავი საკმაოდ ცელქი. კი. ესეც რომ დავიწყე, ჩემი ბრალი იყო, ჩემი მის ბრალი კი არ იყო. მომეციო, წიგნი იყო თუ რაღაც არ მახსოვს, მომეციო და არა არ მოგცემ და რომ მეკაჩა კაბაზე ჩავარდი, ყვები ერთ ვიდეოში. ჩავარდი, იმით რომ არ ვაძლევდი, მომქაჩა და მაგით მე დავსხდა ხელი და ჩავარდი.
ჩემი ბრალი იყო რომ მეც ახლა მარჩავარდებოდი. ბოლოს 10 კლასი ისე დავამთავრე რომ ერთი წელი ქედის ცენტრში ქედის საშუალო სკოლაში ვისწავლე მე-9 კლასი და მე-10-ში გადავედი ჩვენი სოფლის სასოფლო საბჭოში გაღმა სოფელში იქ გაიხსნა საშუალო და იქ გადავედი რომ ახლო იყო და ქედას სიარული უფრო ძნელი იყო რაიონში. ხო და იქ ფეხით გავდივდი და გამოვდიოდი და ეს ახალგაზრდა გოგო ბიჭები ერთი კლასის ჩვენს უკან კლასელები ერთად დილას წავიდოდით, ერთად მოვიდოდით. იმ უბანში ვინც ცხოვრობდით და ხო და პატარა ცალფე ხო ის იყო ხიდი გაკეთებული პატარა ძალიან ისეთი მოაჯირები არ ქონდა და იმაზე ისე გავდიოდით და ავტუნავდით მიჩვეული და ერთ დღეს ჩემმა კლასმა მიმკრა ხელი და ჩამაგდო მდინარეში. ზაფხული იყო, სიცივე არ ყოფილა, მაგრამ კაი საკმაოდ მოდიოდა მდინარე და კი ახლა წყალი ვერ წამიღებდა, მაგრამ ანუ მაინც შიში ხომ არის და კინაღამ გული გამისკდა. იმ ხუმრობაში ჩვენც ქობაში კინაღა ამოვიგდე იგაცკისელი. სულ სველი ამოვედი სახში და მე ეხლა დედა ჩემ არ დამინახოს რომ სად იყავი ასე სველი, სად რა გინდოდა წყალში რა გინდა გადამაგდო იმასაც ვერ ვიტყვი. ეხლა მეზობელია ჩემი და ეგ საყვედური არ უთხრას და რამე და ჩუმად კაი ხანს გარეთ ვიდექი ის სველი რომ დედა ჩემი სადმე დავინახო ბაღჩაში გასული ან რამე და შემოვიყარე სახში ჩქარჩქარა გამოვიცვალე, გავრეცხე და გავუფინე საჩქაროთ რომ მომესწრო ისე დავისვარე მეთქი, ისე მეთქი იგი იყო მეთქი. ტალახი რაღაცა არ მოვიტყვი არ მახსოვს რა და სულ რაღაცეებში ვიხლართებოდი, სულ. ხო და კაი გადარჩენილი ვარ. მდინარე ვერ წამიღებდა, მაგრამ შიში მქონდა, ძალიან შემეშინდა, ისე რომ მართლა გამისკდა კინაღამ გული, ბევრიც არ დამაგდა. გადაფიქრებული ვიყავი და მე ჩემ კლასელს ჩემზე მეტად შეეშინდა. ეს ხიდი როგორ ძალიან მაღალი არ იყო, ხიდი მდინარესთან ამ სიმაღლეზე იყო, მაგრამ თუ გეშინიან რა მნიშვნელობა აქვს. კაი იყო სკოლის პერიოდი. იქ რომ გავდიოდით სახლიდან წავიღებდით რაღაცებს. ის ნამცხვარს წამოიღებდა, ის თქვა სხვა რამეს, მე კამპოტი წავიღებ, თქვა რაღაცებს და ერთხელ წავიღეთ 3 ლიტრიანი ბანკით კამპოტი და ჩავმალეთ ამ დინარის პირას ისე რომ ხეები ფარავდა და მე შუადღით რომ უკან დავბრუნდებოდით იქ დამჯდარიყავით უნდა და დავლევდით ამ კამპოტს თორემ სასმელს კი არა დავლევდით ტკბილს მივაყოლებდით და რა ვიცი ეხლა პიკნიკს რომ ძახიან ჩვენ მაშინ იმაგას იქ ვაკეთებდით და ერთი დღეს ჩავმალეთ კამპოტი ეს რაღაცეები ჩავმალეთ რომ არავინ არ ნახოს ხის დინარეზე გადაწეული ხიდი იყო და ისა ხე იყო და ასე შიგნით ქვეშ შევმალეთ და გაწვიმდა შუა დღეზე ისეთი გაწვიმდა რომ მტრისას და უკან რომ მოვდგანდით საღად აშენი კამპოტი და ტკბილები არაფერი აღარ იყო წყალს წაეღო. აი რა კაი იყო სკოლის პერიოდი. კაი მოსაგონარს არაფერი არ ჯობია. ხო და ეხლა გამახსენდა და წაღან არ გამხსენებია და ეხლა ვიტყვი მაგ პერიოდში ხელი რომ მოვიტეხე სკოლის გამოცდების დრო იყო. მე 10 კლასს უმთავრდი, გამოცდების დრო იყო და ატესტატი ხომ უნდა ამეღო. ხო და რომ ვერ ვიყავი და ვიწექი რამდენი ხანი გამოცდები უკვე დაწყებული იყო, ვერ დავდიოდი. მე რომ უკეთესად გავხდი, ხელი მქონდა ასე ჩამოკიდებული და ეს ხელი იყო კიდევ კაი და ამ ხელით კი წერდი გამოცდაზე. თემა იყო თუ რაღაც და მაგრამ იქაც ხელი შემიწყეს მასწავლებლებმა და 2 გამოცდა ერთად მან ჩამაბარებინეს მე. ეხლა აღარ მახსოვს რამდენი იყო სულ. რამდენ საგანში იყო გამოცდა ჩასაბარებელი, მაგრამ 2 გამოცდა ერთად ვაბარე მე და ისე ავიღე ატესტატი. სულ
მიწყობდნენ ხელს მასწავლებლები. ერთხელ მახსოვს, სკოლა არ მაქვს დამთავრებული და ვიღაც გამოაგზავნეს ჩემთან ელჩად რომ იტყვიან და მე რომ იტყვიან რა ასე იყო. ხო და მე აზრზეც არ ვიყავი, სახლში მოვიდნენ ვიღაც კაცები, დეიდა ჩემი მოყვა და ელჩად ვართ მოსულიო, ასე და ასეო. ხო და მამაჩემმა სასტიკი უარი უთხრა. ჯერო ის არც გასათხოვიაო და მეორეცო არაო სოფელშიო ვერ გავათხოვებ. ხო და მე კიდე გაკვირვებული დავჭი, სკოლა არ მაქვს დამთავრებული, რა დროს გათხოვება, რა დროს მე სწავლა მინდოდა. ხო და მე მამაჩემმა ეგ იყო ისევ ჩვენი სოფლის სადღაც დასაწყისში, ნუ სასოფლო საბჭოს ეკუთვნოდა, მაგრამ ჩვენ სოფელს ჩემს მეძებნას არ ეკუთვნოდა და ხო და ის იმ ოჯახში როგორ ავხსნა, ანუ იმ დეიდა ჩემის რძალი ჩვენ გვყავდა მოტაცებული და იმათი ნათესავი იყო. ხო და მამაჩემმა პრინციპზეო არაფერი ვარ გააკეთონო, რომ ჩვენო მოვტაცეთო, ახლა ჩემიც ვარ მოიტაცანო, მამაჩემმა სკოლა დამატოვებინა. ეს გამოცდებამდე ვამბობ, სკოლა დამთავრებული არ არის ჯერ. შუა სწავლის პერიოდია. და დამატოვებინა, რომ მაქო ფეხითო დადიხარო, შეიძლება რამეო იფიქრონ მასეო, მაშინ სად იყო რომ მოტაცებულ გოგოზე ვინმეს რამე ეთქვა, დაშვებული ამბავი იყო და ეხლა ვინ გაბედავს, მაგრამ მაშინ ესე იყო. ხო და დამატოვებინე სკოლა და რომ აღარ წავედი, თავისთავად მასწავლებლებმა ჩემ კლასელებს კითხეს რა ხდებაო და იმათ უთხრეს რომ ასე არის. ხო და მასწავლებლების ერთი 5-6 მასწავლებელი მანქანით გამოვიდა მამაჩემთან ერთხელ. მამაჩემმა უარი უთხრა. დაანებოს სწავლას თავი მირჩევნია, ვიდრე ეს ამბავი მოხდეს. მეორედ გამოვიდნენ კიდე. ხო და მე მით უმეტეს წასვლა მინდა, სწავლა მინდა, დამთავრება მინდა. მე არ იყო მამაჩემი მკაცრი მეთქი, ვერ ვიტყვი ხსნი ახლა, იმიტომ რომ მამაჩემი მკაცრი კი არ იყო. უბრალოდ არ უნდოდა რომ იმ ოჯახში ყოფილიყავი და არც ის უნდოდა რომ იმ ასაკში გავთხოვილიყავი და მაგიტომ ერჩივნა, თორემ სწავლას არაფასებდა, არ ვამბობ. ჩემ და საბუღალტრო ქონდა დამთავრებული, ჩემ ძმას ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ჩემთვისაც სწავლას არ დაიშურებდნენ ახლა. უბრალოდ იმ ოჯახში მოხვედრას ერჩივნა რომ არ მესწავლა. და ბოლოს მასწავლებლებმა მესამედ რომ გამოვიდნენ, კარგიო, თქვენ თუ ამ ხელასო მაშვებითო, მაშინო გამოგაგზავნეთო, რა უთხრეს იგენა. იქ როგორ იყო, იმ სოფლიდან მდინარეთან ჩამოხვიდოდი, მათი სოფელი მთავრდებოდა და მე ჩემ სოფელში მოვდიოდი და სულ იყო საათნახევრის გზა და დავდიოდი ჩემი კლასელების ერთად, მარტო არ დავდიოდი და იგენმა უთხრეს რომ იმ ხიდამდე, იმ სოფლის ბოლომდე, მათი სოფლის ბოლომდე ჩვენ მოუყვებით, ისე დავამთავრებიებთ სკოლას, ჩვენ მოუყვებით და იქიდან შენეპატრონეო და ასე დამამთავრებიეს ბოლოს სკოლა. იმდენად უნდოდათ იმათაც რომ მე მესწავლა და გამეგრძელებია, ჩამებარებია და რაღაც გზაზე დამდგარიყავი, მაგრამ მაინც ვერც ვისწავლე, ვერც ვერსად წავედი, ავდექი და კიდევ გავთხოვდი. ოღონდ ჩემით არ გავთხოვილ. ეგ კიდე სხვა ისტორიებია, რა ვიცი, ნაწილი თქვი, ნაწილი არ მითქმია. ხო და იმიტომ სწავლობდი მეგობრებო, შვენივრად ვსწავლობ, მე არ ვამბობ ახლა ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ შვენივრად ვსწავლობდი და შემეძლო გამეგრძელებინა და დამემთავრებინა რაღაც მაინც, მაგრამ არ დამცავდა. ხო და ეხლა რომ ასე ვლაპარაკობ და რაღაც პრობლემები მაქვს და ასე კი არ ვიყავი ახლა.
აღნიშნო თორემ შენ ისე ლაპარაკობ და ისე მოდიალობ რა ის ის იყავი კაი მოსწავლეო შეიძლება იფიქროთ, მაგრამ არა მეგობრებო, ეს სხვა პრობლემებმა მოიტანა ჩემში, თორემ შვენიერ კარგად ვსწავლობდი მართლა იმ პერიოდისთვის, რაც იყო საჭირო და ფრიადოსანი არ ვიყავი, კიდე ერთხელ ვამბობ, მაგრამ შვენივრად სწავლობდი და შემეძლო რაღაც ფაკულტეტი მაინც დამემთავრებინა, მაგრამ არა და დავჭი ასე. ხოდა იმ თემას მოყვა და საიდან სად რა მოვყევი და მოგონებები ხომ იცით, ბევრ ამას გაგახსენებს. და მასწავლებლის ხელშეწყობაზე ვამბობდი, იმდენად უნდოდათ, რომ მე მესწავლა და მე კიდე ვერ დავაფასე ვერც მათი სურვილი და ვერც ჩემი ცხოვრება ისე ვერ წავიყვანი, მაგრამ ღმერთს მადლობა, მაქვს ლამაზი ოჯახი, ბედნიერი ვარ, ყავს შვილები და არ ვერჩი ჩემბედს, უბრალოდ სწავლა და განათლება მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს და მე ვფიქრობ, ქალისთვის უფრო ბევრს ნიშნავს. ქალს უნდა ჰქონდეს განათლება, საკუთარი ხელფასის სამსახური და ქალი უნდა იყოს წარმატებული მამაკაცზე მეტად. არ ვის არა წყელს არც მამაკაც, მაგრამ ქალს უფრო მეტი უნდა ჰქონდეს. ჩემი აზრი ასეთია. ქალს უნდა ჰქონდეს სამსახური. მაგრამ ასეა, სადაცაა ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო, ბებია ჩემი ასე იტყოდა. ხოდა კი მივედი იქ. კარგით, მეგობრებო, თავი რომ არ მოგაბეზროთ, რაღაცები გამახსენდა და ამომიტირტირდება ზოგჯერ ასე და საერთოდ არ მქონდა ეხლა ეს გიგმაში, რომ ეს მომეყოლა. და კარგად მეგობრებო, დაგემშვიდობებით ეხლა, თორემ გიგას შეუწყვა ხაჭაპური და შეუდგე საქმეს. თორემ საათი რომ ელია და მე ჯერ არაფერი არ გამიკეთებია. საღამოთი.